სახელითა მამისათა და ძისათა და დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი არც და იყოს ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულო თქვენ და სულია საქართველო ამინ ამინ დღევანდელი კვირიაკე გახლავთ წინა სამზადისი წინა განწყობა ასე შეიძლება ვთქვათ ქრისტეს შობისა რომელსაც ჩვენ დღესასწაულობთ უკვე ზეგ 7 იანვარს დღეს 5 გახლავთ რიცხვიდან კვირა ყოველთვის ეს კვირა პირველში დაემთხვევა თუ 31-ში ყველა შემთხვევაში წინა სამზადისია წინა მოსამზადებელი კვირა არის და ამიტომაც ქრისტეს შობასთან მიმართებით იკითხება სახარება თუმცა კი სანამ ამ სახარებისეულ საიდუმლოებების შესახებ გეტყოდეთ ერთი-ორიოდე სიტყვას იქამდე მინდა გითხრათ თვითონ ამ შობის განწყობა რა უნდა იყოს ჩვენთვის და როგორი უნდა იყოს და რას უნდა განიცდიდეს ამ დროს ქრისტიანი ადამიანი ვამბობთ რომ საშობაო დღესასწაულისთვის გვაქვს მზადება და შობა რა არის ქრისტეს განკაცება განხორციელება ამ ქვეყნად ხომ ანუ შვილის დაბადება რომელიც ესე იგი განკაცდა ღვთაებრივი ბუნება მან ესე იგი დააცალიერა თავისი თავით ვისია როდესაც წერია ესე იგი თავისი ღვთაებრივი ბუნება კი არ დატოვა ამით და რაღაცა ღვთაებრივი ბუნებაზე უარი კი არ უთქვამს მაგრამ შეიმოსა ის რაც იქამდე არ ქონდა და ეს იყო მისთვის კაცობრივი ბუნება რომელიც მან შეიმოსა და ამ კაცობრივი ბუნებით გახდა ჩვენთვის ვინ ადამიანი და ადამიანი თუ გახდა ჩვენთვის ვინ გამოდის დადა ძმა ვიღაცისთვის ძმა, ვიღაცისთვის ესე იგი დედა, ვიღაცისთვის მამა, მშობელი, ყველაფერი ერთად. ანუ ის ჩვენ სისხლსა და ხორცს ატარებს როგორც ადამიანი. ამიტომაც თუ კი ასე ვიმსჯელებთ რომ ის დაიბადა როგორც ადამიანი, ჯერ მაშინ იმაზე ვილაპარაკოთ, როდესაც ადამიანი იბადება, ჩვენ ამისთვის როგორ ვემზადებოთ. აი თითოეულ ჩვენგანს ოჯახში როგორი მზადება აქვს, როდესაც ახალი ადამიანი უნდა დაიბადოს. ესეთი მზადება გვაქვს თუ არა ჩვენ ეხლა ესეთი სამზადისი ჩვენ სულიერ მდგომარეობას ეხლა შეეფერება თუ არ შეეფერება ეხლა როგორც ვიქცევი და როგორც ვარ მთელი 40 დღეა დაწესებული ქრისტეს შობის დღესასწაულამდე და რატომ იცით რომ ეს სამზადისი შენთვის გახდეს ცოცხალი და არა ის რომ მე ეხლა მართულობ და ხორცი არ ვჭამე სამაგიეროდ არაფერი არ შეცვლილა ჩემში საერთოდ არაფერი ვიღაცა სხვაზე კი არ ვლაპარაკობ ჩემზე გელაპარაკებ და მე მინდა რომ თქვენ ყველამ დაინახოთ საკუთარი თავი არაფერი არ ეთყობა ჩვენს ქვეყანას რომ მსგავსი სამზადისი კონდეს არაფერი არ ეთყობა ამ დამოკიდებულებას რომ მსგავსი სამზადისი კონდეს თორემ სულ მცირე ლანძღვაგინება არ იქნებოდა სულ მცირე ამბავს გეუბნებით განა იმასო ცემატყება მიმდინარეობს არა ლანძღვაგინებაც კი არ იქნებოდა ამ სამზადისის ოდნავი განცდა რომ კონდეს მაინც ადამიანს ამიტომაც ჩემო ძვირფასებო რაც ვერ გავაკეთეთ ამ 40 დღის განმავლობაში ხვალ ერთადერთი დღე დავრჩა ქრისტეს შობამდე შესახვედრად და ეს დღე განსაკუთრებული მარხვის დღეთ უნდა გამოვაცხადოთ მსახურება არის ყოველთვის ასეა ქრისტეს შობის წინადღეს გრძელი ვრცელი მსახურება უძღვის მას წინ ხვალდილი ჩვენ 8 საათზე დავიწყებთ ცისკრის მსახურებით რომელსაც სამეუფეო ჟამნები მოყვება რომელსაც მწუხრის ლოცვა და ბასილი დიდის ლიტურგია მოყვება ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხანსაც ვრცელდება და ეს იმის მივანიშნებელიც არის რომ ხვალ არაფრისთვის სხვისთვის არ უნდა გეცალოს თუ ვინმე ვერ მოახერხებს აქ მოსვლას ეს განწყობა მაინც უნდა შეიქმნას რომ რაც ვერ გააკეთა მთელი ამ 40 დღის განმავლობაში ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის რაღაცა შეცვლილიყო მის ცხოვრებაში იქნებ ხვალინდელ დღეს მაინც მოახერხოს ეს რომ მაგალითად ძღოლი რომ დაარღვევს შენს წინ შეგინების ნაცვლად მიულოცეთ დღესასწაული იქნება ეს მაინც გააკეთოთ გავაკეთოთ უბრალოდ ყველამ ერთად მეც თქვენთან ერთად იქნება და ნუ ჩართავთ ამ ხვალინდელ დღეს ამ ტელევიზორს და ნუღარ მოუწმეთ ნუღარც პოზიციას და ნუღარც ოპოზიციას და ნუღარც ამ გამოსვლებს იმიტომ რომ ეს შენში ყველაში რა მნიშვნელობა აქვს რომელ მხარეს ხარ ყველა შემთხვევაში შფოთს იწვევს ვის სიმპათია გაქვს არც ამას არ აქვს მნიშვნელობა შფოთს იწვევს შენში და ეს შფოთი მერე თავარ საფიქრალს გაშორებს ამიტომაც ვერ გავაკეთეთ 39 დღე იქნებ მე-40 დღე მაინც იყოს ამისთვის დათმობილი რომ აღარ ვრთავ ეხლა ამ ჯანდაბა ტელევიზორს
რომლისგანაც კარგი არასდროს არაფერი არ მესმის და აღარ ვარ ესე დაძაბული და არ ვაგინებ არც მთავრობას და არც მხედრობას და არც პოზიციას და არც ოპოზიციას. აღარც წევლი და აღარც განვიკითხავ, იმიტომ რომ ამისთვის არ მცალია დღეს, სულ სხვა საქმე მაქვს. შვილი რომ იბადებოდეს თქვენს ოჯახში, რას გააკეთებდით? ამ დროს ტელევიზორთან იჯდებოდით? ხომ ვერ დაჯდებოდით ტელევიზორთან? ვერც ქუჩაში ვერ გახვიდოდით, მინდა გითხრათ, ვერანაირი საქმისთვის ვერ მოიწვიდით, იმიტომ რომ შვილს, რომელსაც ელოდებით, რას იზავდით, იცით? დაიწყებდით მინიმუმ მისი ოთახის მოწყობას, დასუფთავებას, დაწკრიალებას, დეზინფექციას ჩაატარებდით, რომ ახალი ჩვილი უნდა შემოვიდეს და რაიმე ბაქტერია მასთან არ მივიდეს და არ მიეკაროს. ასეთი რამ უნდა ჩაატაროთ, თუნდაც ხვალინდელ დღეს. საკუთარ თავში თითოეულმა ჩვენგანმა ესე უნდა ჩავატაროთ. ესეთი რამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენს გულში უნდა გამოვათავისუფლოთ რაღაცა ადგილი, რომელსაც ესე გაასუფთავებდა, ესე გააწკრიალებდა და მთელი ანტისეპტიკებით დაამუშავებ მას, რომ რაიმე არ მიეკაროს შენს აი ამ ახალშობილ ჩვილს, რაიმე ბიცი არ მიეცხოს, იმით რომ წამოგწდა უშვერი სიტყვა, იმით რომ წამოგწდა განკითხვა, იმით რომ აყევი ვიღაცის ჭორაობას, აყევი ემოციებს და გრძნობებს და საერთოდ დაგავიწყდა რას ელოდები, რომ ჩვილი უნდა მოვიდეს. აი ეს განწყობა, რომელიც არ გქონია მარხვის დაწყებიდან დღემდე, მინდა რომ იქნებ ხვალ მაინც შევიქნათ თითოეულმა ჩვენგანმა. ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ასე უფრო დიდ შედეგს მიიღებთ. იმაში თუნდაც რა გულშემატკივრობაც გაგაჩნიათ. აი ვიღაცას გულშემატკივრობთ სადღაცას. გნებავთ პოლიტიკურ ასპექტში, გნებავთ უბრალოდ ვიღაცა ავადარის და მას გულშემატკივრობთ. ვიღაცა ახალ გარდაცვლილი ყავს ვიღაცის ოჯახს და მას გულშემატკივრობს, ეხლა და განსაკუთრებული ლოცვები უნდა აღავლინოს. აი ამისთვის მოიცალოს, ხვალინდელი დღე ასე მოაწყოს, ასე გააკეთოს, რომ ელოდება ახალდაბადებულ შვილს და რას გააკეთებდა ამისთვის თავის სახლში, იგივე გააკეთოს მან თავის გულში. და ეს იქნება სწორედ თქვენი მარხვის აღსრულება. ეს იქნება ერთ დღეში ჩატეული თქვენი 40 დღიანი მარხვა. განა იმას არ შეიწირავს ღმერთი, რომ ვიღაცა მართლა უარი თქვა, თუნდაც საკვებზე, თუნდაც რაღაცა გასართობზე, თუნდაც რაღაცა კიდევ უფრო სხვაზე, მაგრამ ეს ერთი დღე ნამდვილად უნდა იყოს დათმობილი ამ ყოველივესთვის, რომ რაღაცით უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და როდესაც ვამბობთ, რომ სამყარო ელოდება და გარინდულია და ელოდება ჩვილს, რომელი სამყარო ელოდება? ცხოველები და ფრინველები და მცენარეები? ჩვენ უნდა ველოდებოდეთ პირველ რიგში მას, იმიტომ რომ ცხოველების და ფრინველების გამოსახსნელად არ მოსულა მაცხოვარი. ჩვენი ცოდვების საპატიებლად მოვიდა და ამიტომ ამ ჩვილთან განსაკუთრებული მოლოდინი და განსაკუთრებული რაღაცა ესეთი სისათუთით დახვედრა გვმართებს და აქედან გამომდინარე მე გირჩევთ, რომ აი ხვალინდელი დღე ყველამ გადადოთ ამისთვის, ვისაც შეგიძლიათ ღვთისმსახურებაზე დასწრებით, ვისაც არ შეგიძლიათ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ხვალინდელ დღეს ძალიან მოზომილები ვიყავით თქვენს სიტყვაში, თქვენს საქმეში, თქვენს საქციელში. არ ჩართოთ არანაირი საინფორმაციო და ნუ იქნებით ესე იგი ამ იმაზე დამოკიდებული, რომ ახლა ის ცუდია და ეს კარგია. რაც შეეხება სახარებას, რამდენიმე დიდი საიდუმლოება არის ამ სახარებაში. არაფერი თითქოს ერთი შეხედით ჩამონათვალია, ვინ იყვნენ მისი ხორციელი წინაპრები. მაგრამ იქ რა ძალიან საინტერესო ნიუანსია რამდენიმე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სახელდება ძისა დავითის წიგნი შობისა ასე იწყება, ხო? წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ჯერ აბრაამი იყო და მერე დავითი და რატო პირიქით? იმიტომ რომ აბრაამისგან ყველა ებრაელია, მაგრამ უშუალოდ დავითის მოდგმაში უნდა დაბადებულიყო ქრისტე. ამიტომაც მოციქული პირდაპირ მიანიშნებს, ებრაელთათვის დაწერილი არის ეს ტექსტი, ამიტომ მიანიშნებს, რომ დავითის მოდგმაში დაიბადა და ჯერ დავითს ახსენებს და მერე აბრაამს. მაგრამ მერე ჩამონათვალს იწყებს ისე როგორც წესია, აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი. იუდამ შვა ფარეს და ზარა თამარისაგან. პირველი ქალი დასახელდა. აბრაამთან სარა არ დასახელდა და თამარი დასახელდა. რომელმაც იცით რა ქნა? შვილები გააჩინა თავის მამამთილისგან.
მერე მოყვება ფარეშვა ესრომ შვა არამ შვა ამინადაბ შვა ნაასომ შვა სალმონ შვა ბოს რეკაბისაგან ეს რეკაბი წითვინ იყო მრუში ქალი იყო რომლისგანაც იშვა მერე ბოშვა იობედ რუთისაგან რუთი წითვინ იყო საერთოდ მოაბელი იყო და მისი შემოსვლა ებრაულ სამყაროში არ შეიძლებოდა მერე იობედ შვა იოსე და იესე შვა დავით მეფემ შვა სოლომონ და სოლომონ შვა რობოამ ურიის ცოლისაგან ეს ქალი გათხოვილი ქალი იყო ქმარი ყავდა როდესაც დავითთან მრუშობით დაეცა და სოლომონი აქედან დაიბადა ანუ რისი რაღაცას მიგვანიშნებს წმინდა წერილი და რაღაცაზე გველაპარაკება რომ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნებით რომ იტვირთა მან ეს კაცობრივი ბუნებაც ეს იმას კი არ ნიშნავს რომ იტვირთა მხოლოდ აბრაამის შთამომავლობა მან იტვირთა სისხლის აღრევაში რომ იყო მხილებული ესეთი ქალიც მან იტვირთა მრუში ქალიც მან იტვირთა ის მოაბელიც რომლის შემოყვანაც არ შეიძლებოდა ამ კრებულში მან იტვირთა ის ქალიც რომელიც ასევე მრუშობით იყო დაცემული დავით მეფესთან ანუ ეს იმას ნიშნავს რომ იესო ქრისტე ყველასთვის დაიბადა და თუ რაიმე ღირსება ქონდა იმიტომ კი არა რომ წინაპრები ყავდა დიდებული და ახლა მაგათიშვილი რა იქნებოდაო როგორ უნდა თქვა მაგათიშვილი რა იქნებოდა სარა არ სახელდება და 4 ქალი ჩამოგითვალეთ ვის დასახელდა და სულ ყველას რაღაცა დარღვევა აქვს რაღაცა რჯულისა რაღაც გარკვეული მუხლისა რჯულში ამ შესაბამისობიდან გამომდინარე ეს ამ საიდუმლოებით გიმხელს შენ მოციქული რომ მან ყველა გვიტვირთა და ყველა გვიტვირთა ისეთი როგორიც ვართ რა გადაცდომაც გვაქვს ჯულში რა მანკიერებაც არის ჩვენში ყოველივე ამით ხარ ნატვირთი და შენდობილი ქრისტეს მიერ და შენ ადამიანო როგორ შეიძლება სხვაზე გაიშვირო ხელი იმიტომ რომ შენ ასეთს გაპატია შენ ასეთი მიგიღო შენ ასეთი დაგაყენა ქრისტე მაგ მაგრამ შენს თავზე კი არ ითქვა აი იმას რო ეს არის იმას ეს აქვს იმას ეს პრობლემა აქვს ამიტომაც კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ქრისტეს შობის მოლოდინი სწორედ ეს უნდა იყოს რომ შენდობა უნდა შეგეძლოს რადგანაც მან მოგცა შენდობა და მის ჩამონათვალში ამ წინაპრებში როგორც განწმინდა მანის თავისი წინაპრები ესე განწმენს ყველა ადამიანს ვინც მისგან ითხოვს შენდობას და ვინც მას ასე მოუმზადებს თავის გულში ადგილს მისი დაბადებისთვის არის კიდევ უამრავი საიდუმლო თქვათ რომ რამდენიმეს გეტყვით რომ აი დასახელებულია მაგალითად რომ აბრაამიდან დავითამდე 14 დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე 14 ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე 14 სამჯერ 14-ია დასახელებული ებრაელების კითხვის წესი ასეთი ჰქონდათ რომ როდესაც ციფრი სახელდება ამ ციფრს აუცილებლად ისინი ასობგერებში გადაყავთ 14 იწერება ასობგერებით დვდ არის დავითი ანუ სამჯერ 14 დადასტურება ის რომ ნამდვილად დავითის ტომიდან დაიბადა ეს უშუალოდ მათთვის მათი კითხვის წესი იყო ჩვენ შეიძლება ასე არ უყურებდეთ ამ საკითხს რომ დამტკიცებული იყო ებრაელთათვის მაგრამ მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რომ დასახელებულია ნახეთ აბრაამიდან დავითამდე რა ხდებოდა პატრიარქალური მმართველობა პატრიარქები მართავენ ერს დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე რა ხდება მეფეები მართავენ ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე მღვდელმთავრები მართავენ მაგრამ არც ერთი მმართველობა არ არის იდეალური იმიტომ რომ ამ ქვეყნიური რომელიმე მმართველობა როგორ შეიძლება იყოს იდეალურთან მიახლებული გამორიცხული არც უნდა მოითხოვოს ეს ადამიანმა არც უნდა კონდეს ამისი ფანტაზია რომ რაღაცა იდეალურთან იქნება ეს მიახლებული თუმცა კი მოთხოვნა პატიოსნებისა და წესიერებისა უნდა კონდეს მაგრამ ის რომ რაღაცა შენ ამ ქვეყნიური მმართველობა ღმერთთან მიგიყვანს იმიტომ რომ შეიძლება ან საპატრიარქო მმართველობა პატრიარქალური უბრალოდ ან სამეფო მმართველობა ან სამღვდელმთავრო მმართველობაა მიმყვანებელი არა ეს ტყუილია ვერც ერთმა ვერ შეძლო ერის ისე მომზადება რომ მათ ქრისტე მიეღო და ქრისტე მათთვის დაბადებული იყო ამიტომ ქრისტეს დაბადებას როდესაც ჩვენთვის საკუთარი თავისთვის ვამზადებთ კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ ეს რომ ეს სხვაგან საძებნელი არ უნდა იყოს არც საერო მმართველობაში არც რაღაცა
შენს დამოკიდებულებაში რომ ეხლა ასეთ უწავა ჩემი ქვეყანა მე ასეთი ქრისტიანი გახდება. არა, ქრისტიანობა შენგან იწყება და მე ყველაფერი გამოდის გარეთ. ასე არის, აქ იბადება ჯერ ქრისტე, ამისთვის ამზადებ შენ ყველაფერს, ამისთვის აკეთებ ყველაფერს. დაიბადა, ამის შემდგომ გამოგაქვს გარეთ და ამის შემდგომ ითხოვ უკვე რაღაცა მიახლებას ამ იდეალებთან შეიძლება იმ ხალხისგანაც ვინც შენს ირგვლივ უпростоრად საკუთარი თავისგან ითხოვ და ისინი შენი შემხედვარე შეიძლება ამას ახორციელებდნენ სწორედ. სხვაგვარად ეს შეუძლებელია. მოთხოვნა მხოლოდ საკუთარი თავისადმი ხდება. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, კვლავ გეტყვით, მზადება ჩვენი ქრისტეს შობის მისაღებად არის მხოლოდ და მხოლოდ სულიერი. ისევე როგორც ჩვილი შეიძლება იბადებოდეს ოჯახში, როგორც გითხარით და მოამზადებ მისთვის განსაკუთრებულ ადგილს და ყველანაირად განწმენთ იქაურობას, სწორედ ასე უნდა განიწმინდოს ჩვენი გული, რომ იშვას ჩვენში ქრისტე, რომელიც მომტევებელია ცოდვათა და შემწყნარებელია თითოეული ჩვენგანისა და შემყვარებელია თითოეული ჩვენგანისა ერთმანეთისადმიც. თუ კი იშვება ის ჩვენს გულში. მერთმა დაგლოცოთ, სიკეთე მოგცეთ, მრავალს დაგასროთ.